used to that comment. I got used to it though. I'm used to having so much to do. Hi guys. ეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. მოგესალმებით ჩემს არხზე English with Tatia და დღეს ჩვენ ვისწავლეთ თუ როგორ ვთქვათ ინგლისურად რომ რაღაცას შეჩვეული ვართ, რაღაცას ვეჩვევით, ან რაღაცას შევეჩვიეთ უკვე, ან ვცდილობთ რომ შევეჩვიოთ, ან შევეჩვევით მომავალში. So stay here and if you haven't subscribed my channel, please do it now. Okay, let's get started. არ არსებობს ცხოვრების რაღაც ეტაპი, შეჩვევის პროცესი რომ არ დაგვრჩირდეს. რაღაცას ყოველთვის ვეჩვევით. მე მაგალითად მახსოვს პროცესი თუ როგორ შევეჩვიე უშაქრო ყავის დალევას. თავიდან 3 კვს შაქარს ვიყენებდი, შემდეგ მოუყელი 2-ზე ჩამოვედი, შემდეგ 1-ზე, შემდეგ 9-ვარზე და ეხლა საერთოდ შეჩვეული ვარ და ვსვამ უშაქრო ყავას. So, right now I'm used to drinking a sugar-free coffee. For some people, it's pretty hard, and I know it. Today, we're gonna learn how to say and how to use get used to and be used to structure. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ახლა ზუსტად არის 12 საათი, ხამის 12 საათი. და რადგან დღის გეგმაში მქონდა ისიც, რომ YouTube-ისთვის ვიდეო უნდა ჩამეწერა, ისე ვერ დავიცინებ. ასე რომ ეს ვიდეო არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე და იმედი მაქვს დაგეხმარებათ. Well, my friends always say that they will never get used to drinking sugar-free coffee and neither they do understand how people can drink coffee without sugar. But for me it wasn't pretty hard because I really wanted to have that result in the end. And I got it. Now I'm able to drink coffee without sugar and I like it without sugar. I mean, I'm not forcing myself to drink it without sugar. I said, get used to. My friends say that they will never get used to drinking coffee. ესე იგი შეჩვევა ყოფილა ინგლისურად get used to, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა დროში. პირობითად, მე თუ მინდა ვთქვა, რომ ეხლა ვეჩვევი ადრე გაღვიძებას. გაღვიძება არის wake up. ნახე როგორი წარმოება get used to. თუ არსებით სახელს ვამბობ, რა თქმა უნდა არსებით სახელს მოვაყოლებ get used to-ს, ხოლო თუ ზმნას ვამბობ, ზმნა დაბოლოვდება ing ფორმით. და რა თქმა უნდა დროების მიხედვით ვაწარმოებ I am get used to-ს, რადგან მე მინდა ვთქვა, რომ ეხლა ვარ შეჩვევის პროცესში, აწმყოში, რომელიც განგრძობიჩია, ანუ ხდება და პროცესში ვარ და უნდა შევეჩვიო, რა თქმა უნდა ჩავსვამ present continuous-ში, ხო? I am getting used to waking up early. ანუ მე ვეჩვევი ადრე გაღვიძებას. კარგი. მოდი ვთქვათ, მე ვეჩვევი ეს მიკროფონი დავიმაგროთ, აქ მგონი უკეთესი იქნება. მოდი ახლა იგივე წინადადება ვთქვათ წარსულში. ანუ ვთქვათ, რომ შევეჩვიე უკვე ადრე გაღვიძებას, get-ის წარსული არის got, ამიტომ მე ვიტყვი როგორც I got used to waking up early. ნახე ძალიან მარტივად. შევეჩვიე. თუ მინდა ვთქვა შევეჩვევი, რადგან მომავალში ვამბობ, დამჭირდება დამხმარე ზმნა will-ის გამოყენება, ხო? ამიტომ ვამბობ I will get used to waking up early. Yeah, it's that simple. ანუ ასეთივე მარტივია. I'm getting used to living alone. My friend got used to her new job. ხოლო be used to-ს ვიყენებთ მაშინ, როდესაც უკვე რაღაცას შეჩვეული ვართ. შესაბამისად, I am used to waking up early იქნება როგორც უკვე შეჩვეული ვარ ადრე გაღვიძებას. She is used to running in the morning, ანუ ის შეჩვეულია დილით სირბილს. They are used to eating healthy food. ისინი შეჩვეული არიან ჯანსაღი საკვების მიღებას. ანუ ამ შემთხვევაში ვაწარმოებ to be ზმნით, ხო? be იყოფა როგორც ემიზი არის, შესაბამისად მე ვარ შეჩვეული რაღაცას, შენ ხარ შეჩვეული რაღაცის კეთებას, ან ისინი არიან შეჩვეული რაღაცის კეთებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვაწარმოებ თავისთავად I am, you are, he is, she is, it is, we are, they are, used to, ზმნას დამატებული ing ფორმა და უკვე ვიღებ სტრუქტურას, როგორც შეჩვეული ვარ. თუმცა შემიძლია უარყოფითშიც გამოვიყენო და ვთქვა, რომ აი რაღაცას არ ვიყავი შეჩვეული.
მაგალითად, she wasn't used to driving in heavy traffic. ანუ ის შეჩვეული არ იყო ძალიან დიდ საცობში ტარებას. მოდი ასევე ჩვენთვის ძალიან საჭირო წინადადება ვთქვათ. მე ვეჩვევი ინგლისურად საუბარს ყოველდღიურად. აბა როგორ იტყვი? ვეჩვევი, ანუ პროცესში ვარ. I am ყოჩახ getting used to speaking English every day. რა თქმა უნდა, თუ მე დამჭირდება ისეთი რაღაცის თქმა, რომ შეჩვეული ვარ ამ ყავას, შეჩვეული ვარ ამ გზას, შეჩვეული ვარ აქ ყოფნას, ანუ თუ არსებით სახელს გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, არსებით სახელს მე ing ფორმას არ დავუმატებ. I'm used to this coffee. ანუ ყავა, coffee-ს არ ვიტყვი. ing-ის ნამატება მჭირდება მხოლოდ ზმნასთან, ანუ თუ ვამბობ მოქმედებას, რა აი გაღვიძება რო გქონდა, მუშაობა რომ იყოს, სირბილი რომ იყოს, ჭამა და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც ზმნა მაქვს და ვამბობ ვეჩვევი, ან შევეჩვიე, ან შევეჩვევი, ან შეჩვეული ვარ და მოქმედება უნდა ვთქვა, ამ შემთხვევაში დავუმატებ ამ მოქმედებას ing ფორმას. Suppose neither of us is used to the spotlight. I did not get used to him. Getting used to this new lifestyle. I could get used to waking up like this. ცვლილებებს ყოველთვის დრო სჭირდება. ერთია ვიყო რაღაცა შეჩვეული, ან ვიყავი შეჩვეული, ხოლო მეორეა, როდესაც პროცესში ვიყო. ან სხვას ვეუბნებოდე, რომ შეეჩვევა, რასაც რა თქმა უნდა ვიტყვი როგორც you'll get used to it, right? You'll get used to it. ცვლილებებს დრო სჭირდება, მოითხოვს ძალას და ენერგიას, მაგრამ შეუძლებელი არ არის. და რადგან ქართულშიც გვაქვს ეს სტრუქტურა, ასევე გვაქვს ინგლისურშიც და დარწმუნებული ვარ, რომ შენ შეეჩვევი ინგლისურად ფიქრს და გაუმჯობესებ შენს უნარებს, რა თქმა უნდა, აქ იმისთვის, რომ ამაშიც დაგეხმარო და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო იყო შენთვის პრაქტიკული, გამოგადგება და რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში დართული იქნება ფაილი შენი დავალება. იმედი მაქვს, ყველა დავალება შესრულებული გაქვს. რადგან ჩემი ყველა ვიდეოს ქვეშ არის ეს ფაილი დართული ვიდეოსთან დაკავშირებული დავალება და ახსნილი თემა ასევე წერილობით PDF ფაილით. So, აუცილებლად დამიკომენტარე შენი მაგალითი, თუ რას ხარ შეჩვეული, ან რას ეჩვევი აი ახლა, ან რას შეეჩვიე. მოდი ვცადოთ და გამოვიყენოთ უკვე კომენტარებში ის, რაც აი აქ ახსენი. That was all. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად. I got used to it though. I'm getting used to that comment. I'm used to having so much to do.